მოგესალმებით, შეპირებისამებრ გთავაზობთ პირველ პოდკასტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ერთ თვიანი პროექტის კამპანია გვაქვს ჩვენ წამოწყებული, როგორც უკვე გითხარით, წინა ვიდეო მიმართვაში და დღეს გთავაზობთ პირველ პოდკასტს, ვიდეო პოდკასტს, ბატონ გიგი თევზაძესთან. ამ შემთხვევაში აღარ გავაკეთებ წარდგენას, რამდენადაც ვიცი, რომ საზოგადოებისთვის ძალიან კი არა, ზედმეტად ცნობილი ადამიანი გახლავთ. მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილება საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიასთან. აი რა გზები გაიარა საქართველოს დამოუკიდებლობამ 1913 წლისიდან, შემდეგ ჰქონდა 69 წლიანი უბედითი ჩავარდნა და შემდეგ 80-იანი წლებიდან დღემდე. თქვენ რა სიტყვით, რა გზები გაიარა, როგორი იყო ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორია და რა ეტაპზე ვართ ახლა? არ თუ შეიძლებოდა უფრო სხვანაირ დონეზე ყოფილიყავით, რომ არა მსოფლიოში განვითარებული მოვლენა. ო, ისტორია საინტერესოა და რა კი საინტერესოა, ამიტომაც მაინც ახარბიელო არ არის რა, ანუ ყოველთვის პრობლემები იყო ამ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. სამრეშ რა, დამოუკიდებლობის ისტორია თავისუფლების ისტორია, ხო, როგორც ცდილობენ ადამიანები იმ თავის ქვეყანაში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და ეს იდენტობაც აქვთ, მოიპოვონ მაქსიმალური თავისუფლება. 18 წელში, ესე იგი, ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობა ბევრ ფაქტორზე იყო, ფაქტორი გარე ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს იყო პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატებმა გაიმარჯვა, ფაქტობრივად ის კარნახობდა შემდეგ პირობებს იმას დანარჩენ მსოფლიოს. პრეზიდენტ ვილსონის მოთხოვნა იყო მცირე ერების დამოუკიდებლობა, რაც მან მიაღწია, ანუ ფაქტობრივად მათ რა უნდათ. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ვილსონი აკეთებდა იგივეს, რაც ახლა აკეთებს ტრამპი. ანუ მას უნდა ამერიკას პრობლემის გარეშე გაიყიდა საკუთარი პროდუქცია დემოკრატიულ ლიბერალურ ქვეყნებში. ამისათვის პირველ მსოფლიოს მერე მიღწეული იქნა და მოთხოვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ზღვების თავისუფლება. მაშინ მოხდა ახლა სიამოვნებაში, ზღვები მაშინ არ იყო თავისუფალი, იყო იმპერიების საკუთრება. ზღვები განთავისუფლდა, პატარა ერები განთავისუფლდნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც ყველაფერი ვერ აკეთდა ისე, როგორც მაგალითად ჩვენ მოგვინდებოდა და 21 წელში კვლავ მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვა. ეხლა პრინციპში სხვა ქვეყნებმა, რომელიც რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლდნენ იმ პერიოდში, უფრო წარმატებულები იყვნენ. აი მაგალითად, რა ვიცი, ესე იგი ის იყო პოლონეთი უფრო წარმატებული იყო, მაგალითად, ეხლა მეორე მსოფლიო ომამდე მიაღწია ბალტიის ქვეყნები. საქართველოში ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ალბათ ეს იყო შეცდომა თვითონ იმათი, ვინც მოვიდნენ იმას ხელისუფლებაში, იმიტომ რომ კარგად ვერ განუმარტეს მოსახლეობას რა არის თავისუფლება და რაც კარგავენ ისინი. იმიტომ რომ ესეთი ცნობილი განწყობა იყო მაშინ, რომ დიდი ამბავი რა მოხდა და ამას ავრცელებდნენ ბოლშევიკები ძალიან აქტიურად, რომ დიდი ამბავი მენშევიკები მიდიან, ბოლშევიკები მოდიან და ამიტომაც საერთო სახალხო წინააღმდეგობა აღმოსავლეთ საქართველოში ამ რუსეთის ოკუპაციას არ მოყვა. დასავლეთ საქართველოში მოყვა კი, მაგრამ ძალები აღარ იყოთ, საკმარისი აღარც იარაღი ჰქონდათ, აღარც საერთაშორისო მხარდაჭერა და ამიტომაც წააგეს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში ეგრე მოხდა, რომ ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მთლიანად, ესე იგი, ბრძოლები იყო, მაგრამ მაინც გამოვიდა, რომ უბრძოლად ჩაბარდა. რამდენად იცოდა მაშინდელმა ქართულმა საზოგადოებამ არსებული მსოფლიო საერთაშორისო ვითარება ან რეგიონში რა ვითარება? იცოდა მსოფლიო ვითარება, იცოდა, იმიტომ რომ საქართველოს ცენტრი იყო, ფაქტობრივად ტექნოლოგიური ცენტრი იყო საქართველოს, ერთ-ერთი ცენტრი იყო იმდროინდელი მსოფლიოსი, აი მაგალითად ეს ახლა ბათუმი იყო, ყველაზე კარგი მაგალითი ამის, იმიტომ რომ პირველი ტანკერი ბათუმში დაიტვირთა, პირველი გასადენი ბაქო-ბათუმი გაკეთდა. ანუ ის იყო ნობელების ქარხანა იმაში იყო და ეს მაგალითად ბიზნესი ბათუმში იყო, როკფელერის ჰქონდა სახლი ბათუმში, სადაც ახლა სამშობლიარო. აი ბევრი ის იყო რა. ისი თქონდა ეს გასაგებია, რომ დანარჩენი საზოგადოების აი წელად თქვენ რომ ახსენეთ, რომ რამდენად იყო, ანუ რამდენად ჩაბარდა, არ მოუწია ბრძოლა აღმოსავლეთ საქართველოს, აქედან გამომდინარე ვკითხულობ, რამდენად იცოდა ქართულმა საზოგადოებამ რას კარგავს? აღმოსავლეთ საქართველოში უფრო პრობლემური იყო. ჩვენ ახლა როდესაც ისედაც ახლა ჩვენი ისტორია, რასაც სკოლაში მასწავლიან და თქვენ გასწავლიან და თქვენც გასწავლიდნენ, ეს არის ესეთი სტალინური ისტორია, სადაც ცენტრი არის აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს ყურადღება არ ექცევა.
აქტიურად არანაირად. ხო, არა პრინციპში ამაზე ვლაპარაკობ, ხო? თუმცა სამ ნაწილად უნდა განეხილოს საქართველო, ეს არის სამხრეთ საქართველო, დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთ საქართველო. აი სულ სამ ადგილს შორის მიდიოდა საქართველოს ჩამოყალიბება ისტორიულად. ნუ უხსოვარი დროიდან, გორგასალის დროიდან აი ესე იყო სულ რა. ხო და ამას ყურადღება არ ექცეოდა აი აღმოსავლეთ საქართველოში იმანაც იქონია გავლენა, რომ ახლა აი რომ ესე იგი ბოლშევიკებს ხელმძღვანელობდნენ აღმოსავლეთ ქართველები. ეგეც მაგასაც მნიშვნელობა ჰქონდა რა თქმა უნდა და ისინი ძალიან კარგად ავრცელებდნენ იმას თავიანთ პროპაგანდას აღმოსავლეთ საქართველოში. ხო. ეს აი არის, იმიტომ რომ ხა ისინი ხა ფაქტობრივად რო გადახედოთ იმას, ხო? საქართველოს ინდოევროპულ მთავრობას თლიანად დასავლეთ საქართველოა. აქ წარმოდგენილი. ბატონო, მაგრამ 1832 წლის შეთქმულებას თუ გადავხედავთ და გადავავლებთ წინა ისტორიას, მაშინ აღმოჩნდება, რომ აღმოსავლეთ საქართველო არის. იქ ცოტა სხვანაირად იყო საქმე, იქ ეგეც ის არის, ეგეც არასწორად მოყოლილი ისტორიაა, იმიტომ რომ საქართველოს ოკუპაცია 1801 წელს ეს იყო არა ესე იგი რუსეთის ესეთი პირდაპირ შემოჭრა, ეს იყო ძალიან დიდწილად განპირობებული ვახტანგ მეექვსეში თანამავლობით, ვახტანგ მეექვსე ზამალიშვილის თანამავლობით. გიორგი მეთორმეტე თუ გავხსენებთ, აი პირდაპირ ულოცავს ის მაშინდელ იმპერატორს, რომ აბარებს ფაქტურად. კი, მაგრამ მაგის გარდა, ანუ თვითონ ის პოლიტიკა რაც იყო, ხო, ეს მთელი ეს ისინი აი წმინდა ნინოს მითის აღდგენა ისინი იქ ძალიან გავლენიანები იყვნენ ისინი იმ 2000 კაცის თანამავლები, ვინც ვახტანგ მეექვსეს წაიყვანა იმაში რუსეთში. და ისინი თამაშობდნენ ძალიან დიდ როლს იმაზე იმპერიის კარზე. და ფაქტობრივად იმათი დაჟინებით მოხდა საქართველოს ოკუპაცია, თორემ მაინც არც უნდოდათ იმათ რა, მაინც არც უნდოდათ აი ესეთი ოკუპაციური ფორმის განხორციელებიათ. ანუ მათი ის იყო, მათი იდეა ფიქსი იყო, რომ ის ეკნათ საქართველოს დაებრუნებიათ, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ ერეკლე მეორე უზურპატორი იყო, ქართლი არ ეკუთვნოდა და ესე იგი დაარწმუნეს მათ, ესე იგი ეს ნუ ჯერ პავლე იმდენად არა, მაგრამ ალექსანდრე იმპერატორი დაარწმუნეს, რომ საქართველოს უნდა ჩაეგდოთ ხელში მათ და აქაც ისეთივე რაღაცა მოხდა, ხო? ესე იგი ქართლი ჩაბარდა უპრობლემოდ 1801 წელს, დანარჩენ საქართველოში იყო ომი რუსეთთან 60-იან წლებამდე მე-19 საუკუნის. ხო, კახელები, ხო. ყველაზე გვიან აფხაზეთის ისინი. ხო, კახელები არ დამორჩილდნენ, მეგრელები არ დამორჩილდნენ, სვანები არ დამორჩილდნენ, სამხრეთ საქართველოს ასევე პრობლემა იყო, მოკლედ აი იქაც ამან შემოატრიალა, ესე იგი ქართლში არსებულმა სიმპათიებმა იმ ესე იგი ვახტანგ მეექვსეს ამალის და ვახტანგ მეექვსეს თანამავლობის მიმართ. იქ შიდა კარშიც იყო რაღაცები, ერეკლე ეს ერთ-ერთი ესა ესე იგი ვახტანგ მეექვსეს ერთ-ერთი თანამავლის მიიღო ჯერ მერე სიკვდილი დასაჯა, იმიტომ რომ იმან დაუპირა რაღაცა აჯანყებისავით მოწყობა. ანუ პრობლემური ქვეყანა იყო ეს ყოველთვის აი ამ ხრივ რა. და ესე იგი 21 წელშიც რაც მოხდა, ესეც იყო დიდწილად განპირობებული იმით, რომ ხო ესე იგი ბოლშევიკები იყვნენ ძირითადად ქართველები. ქართლ აღმოსავლეთ ქართველები იყვნენ და ამა თავის როლი შეასრულა, რა თქმა უნდა, იმაში. აი ამ პროპაგანდა მაშინაც ძალიან რა თქმა უნდა, პროპაგანდა იყო და კი, ესენი იმიტომ რომ ეს მთელი იმაში მუშებში იმაშებოდნენ, ავრცელებდნენ ხმებს, იმაში აი ხო თქვი, ანუ ესე იგი იდეა ის იყო, რომ დიდი ამბავი, ესე იგი რა ხდება ისეთი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მიდიან მენშევიკები, მოდიან ბოლშევიკები, ერთი პარტია ცვლის მეორე, ყველაფერი იქნება ისე. აი თანხმედრას ხო ახდეთ დღეს განვითარებული. არის დიდწილად არის დაკავშირებული კი არა პირდაპირ ის გამეორება, იმიტომ რომ რაც მოხდა ხო იმაში როდესაც გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იყო რაღაცა ისე რაღაც ერთიანი ის იყო, ხო ერთიანი განწყობა იყო, რომ გამსახურდია უნდა მოსულიყო, რუსები უნდა წასულიყო, მაგრამ მე უკვე დაიწყო ისევ იქიდან, ისევ რუსეთიდან, ისევ რუსეთში მყოფებიდან, ქართველებიდან, ხო შევარდნაძის თანამდებობით, ისევ იგივე მოხდა, ხო შევარდნაძე ესე იგი გადაწყვიტა შევარდნაძემ, რომ ესე იგი ყოფილიყო ისა, რომ საქართველოს მისი იყო და ესე იგი მას უნდა ემართა საქართველოს და პრინციპში იგივე გამეორდა რა ის. მაგრამ ევროპული მოცემულობა ხომ მაგაშია საქმე, რომ იმეორებდნენ ყველაფერს, ისინი ისევ ამბობდნენ, რომ ეს არის ევროპა. შევარდნაძეს ერთხელაც არ უთქვამს, რომ საქართველოს და რუსეთია. არასოდეს. არა, ხოლმე მაგაშია საქმე რა, ესე იგი აი სწორედ ამით რა, ესე იგი ორმაგი სტანდარტით შევარდნაძემ ძალიან კარგი გაიმარჯვა და ძალიან კარგი თუთხმეტ იგივე პროპაგანდა იყო, ხო? ესე იგი გამსახურდია გამოუცდელია, მე უფრო მაგარი ვარ, ამბობდა შევარდნაძე. ხო, რა თქმა უნდა, ხო. რა თქმა უნდა ქვეყანა უკეთესად იქნება ჩემ ხელში და გამსახურდიას ხელში. ნუ ამიტომაც გაიმარჯვა, ხო? ისე ხო. კი.
ისევ იგივე მოხდა, ესე იგი აღმოსავლეთ საქართველოს ჩაბარდა, დასავლეთ საქართველოს იბრძოდა. სულ იგივე მეორდება, ყოველთვის იგივე მეორდება ამ საქართველოს ისტორიაში. ნუ აღმოსავლეთ საქართველოს კახეთს მე მაინც გამოვიდა. ხო, ნუ ქართლი გულისხმობა მაინც აქა, ხო? ისე ხდება, ხო? ანუ ესე ქართლელები გარდებიან, ესე გამოდის და დასავლეთ საქართველოს იბრძვის ბოლომდე, ხო? ნუ მაგებს. ხარო 1925 თებერვალს რაც მოხდა, ეს იყო მაინც ჩემთვის ისტორიკოსთვის შეფასების ნაწილში დიდწილად, რა თქმა უნდა, ძალა აღმარცხნავდა და მოცემულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აი ევროპის მხრიდან შეიძლებოდა ალბათ უფრო მეტი დახმარების გაწევა, თუნდაც იგივე ერთა ლიგის საკითხი რომ გავიხსენოთ და ჩვენზე უარის თქმა რამდენი სახელმწიფოს მხრიდან. იცით როგორ იყო? აი ხა ის იმაშიც მე მაქვს ახში რუკა 1861 წელს გამოცემული პარიზში. იქ საქართველოს არ შედის რუსეთის შემადგენლობაში. ხო, 1891 წელს გამოცემულში უკვე შედის. მაგრამ არ შედის, იმიტომ არ ცნობდნენ ისინი ამას და თუ ვინმე დაარწმუნა მაშინ ესე იგი მე-19 საუკუნეში რომ ესე იგი საქართველოს რუსეთის ნაწილი ისევ ქართველებმა გააკეთეს ეს. იმიტომ რომ ხო, ვიქრო ჩვენივე ხელით. ხო, რა თქმა უნდა, კი, ნამდვილად ესე იყო. ხო. დღესაც იგივეა აბსოლუტურად და დღესაც იგივე ხდება, ხო? ანუ აი ეს მართლა ესეთი ეს რა ვიცი, ამას ახლა ისტორიკოსები და კარტოგრაფები და გაიზარდა ამ ბოლო დროს, ხო, მაგათი რაოდენობა ამას არ გქცენ ყურადღებას, რა და არის ეს რუკა რა, სადაც 1865 წელი აწერია რუკას რა, არ არის საქართველოს იმაში. რუსეთის ისა საზღვრები მთავრდება იმაზე, კავკასიაზე. ხო. და საქართველოს არის ლამის იქამდე რა. იქამდე. ლამის ყირიმამდე, ხო. ხო, 1919 წელსაც ისე იქაც იგივე მოხდა, ხო, იქაც მოხდა იმისი ისა რაღაცნაირი ჩვენება, რომ ხო, ისევ ქართველებმა გააკეთეს ეს რაღაცა გადატრიალება, ისევ ქართველებს შევიდა, სულ ქართველები იყვნენ, ხო, აი როგორც იმაში 1801 წელს ციციანოვი იყო, ჯარს რომ მოუძღო და ხო, მოცემულობა ეგეთი იყო, ხო? ამიტომ ვერ იმასქნეს, ანუ ვერ დაიცვეს, იმიტომ რომ აი რომ დაიცვას საკუთარი თავი და ბევრი შეცდომები მოხდა, რა თქმა უნდა, ხო, საკუთარი თავი რომ დაიცვათ ისე თუნდაც როგორც იმად დაიცვეს, ხო? ბალტიის ქვეყნებმა დაიცვეს, ნუ სულ მცირე 1945 წლამდე, 50 წლამდე მივახსენებთ ამენაირად, რა. მაგრამ მათი მხრიდან იყო ესეთი არგუმენტი, ზუსტად რომ ისინი სწორედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აწილების მიზნით თავის ქვეყნების მიმართ უარსებობდნენ საქართველოს ერთადერთი. ხო, მაგრამ მაშინ რუსეთი არ იყო ძლიერი არანაირად, მით უმეტეს ის ჰქონდა, ესე იგი, ყველაფერი წაგებული ჰქონდა, რა უმეტ შეიძლება წაიღო და ეს არ იყო. ეს იმდენად პრობლემური არ იყო, რამდენადაც აი პრობლემური იყო ეს ისა რა, ესე იგი, საქართველოს არსებობა, როდესაც ესე იგი ისინი ეხლა მოღალატეები ყველას ყავდა, ხო, მაგრამ მეგონი ამდენი მოღალატე, რამდენი საქართველოს ყავდა, არავის არ ყოლია ამდენი რა. იმიტომ რომ ჩადიოდნენ და ეს ერთი იყო, ხო, ისინი დივნები, ხო, ერთი ძმა იყო ელჩი იმაში, თურქეთში, დამოუკიდებელ საქართველოს, მეორე ძმა იყო შესაძლოა წარმომადგენელი იმაში. ხო, ხადია, ხო, გაუგება არ იყო იქ რა მოხდა, ესე იგი, სამოქალაქო ომი მოხდა, თან მაშინ ხო ინდოინდელი საინფორმაციო საშუალებების საბრძოლო სამოქალაქო ომი მოხდა, ოკუპაცია მოხდა, რა მოხდა ამ სამოქალაქო ომში დაეხმარა რუსეთი თუ რუსეთი შევიდა, მოკლედ აი ესე იგი ვერ ახსნეს მაშინ ესე ქართველებმა ადეკვატურად მაინც რა მოხდა, თუმცა მაშინ და პლუს კიდე ეს იყო რუსეთის უზარმაზარი იდეოლოგიური ომი, რომელიც აი ესე იგი ძალიან გაიქაჩა იმაში რა, განსაკუთრებით 20-იანი წლების მერე და ფაქტობრივად მთელი დასავლეთ, მთელი ევროპა და მთელი ამერიკა შემოუტრიალა თავისკენ. რა, იმიტომ ახლა ეს იყო რუზველტი მაგალითად დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ესე იგი გეგმურ ეკონომიკას. მას ეგონა თეოდორ რუზველტს რა. მას ეგონა ეს არის კარგი რამე და რა გერმანია უყვარდა საბჭოთა კავშირი უყვარდა მოწონდა ეს ისა რა. ხო და ესეთი ამბები ხო და ასე რომ პრობლემური იყო ეს იმ დროინდელი მასში. სოფლიოში მით უმეტეს ამ რუსული პროპაგანდის ფონზე ამ საქართველოს რო თავისთავად გაეტანა დაემტკიცება რომ მართლა ოკუპირებული. ეხლა კი ვიცით რომ ოკუპირებული, მაგრამ მაშინ ესე გარკვეული არ იყო. როგორ გავხდევანდელი სიტუაცია მაშინდელ მოვლენებს. ხო, იმიტომ რომ ჩადის ნაწილი ევროპულ საზოგადოებაში, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, უმტკიცებს რომ საქართველოს უდიდეს ნაწილს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდა რუსეთთან ურთიერთობა და არ უნდა ის მიმართულება, რასაც იღებს. სტარტს თანამედროვე მსოფლიოში, ანუ აქეთ მხარეს განლაგებული ძალები, იგივე დაუშვათ რუსეთი, ახლა ჩინეთი, რაგზასაც ადგანა, ირანი შეუერთდა ალბათ და ახლა შეუერთდა კი რა, კი. მიმდინარეობს კიდევ ძალიან მძიმე ფონი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, რაც კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას, აღარაფერს ამბობ უკრაინაზე, მეორე მხარეს არიან რუსული
პროპაგანდით თუ რუსულ სამსახურში ჩაყენებული ადამიანები ქართველებივე ასევე რომლებიც სხვა რაღაცას ეუბნებიან დანარჩენ მსოფლიოს. ამ მოცემულობით ძალიან გავს მაშინ. ხო, ძალიან გავს, უბრალოდ ამ შემთხვევაში უბრალოდ ისეთი რა შემთხვევაში ისეთი ბურუსი აღარ გამოვა, რაც რუსეთმა დააყენა, ყველას უცხადია რა ხდება. აქ უკვე ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს დავშვით 50-50-ზე გაყოფილი, გადასავლად იციან, როგორც არის გაყოფილი და ძალიან კარგად იციან უმრავლესობას რა უნდა. ამ მხრივ ეს ჩვენ ძალიან ხელს გვაძლევს ეს ვითარება. თორე ხო, აი ისეთივე ის არის, იმიტომ რომ თუ მაგალითად 20%-ს ექნება იარაღი, 20% ყოველთვის ესე იგი მოახერხებს 80% უიარაღოს დამორჩილებას, ხო? ყოველთვის ეგრე იყო და ეგრე იყო, მაგრამ ეხლა ესე არ ხდება, იმიტომ რომ ჩვენი იარაღი საინფორმაციო საშუალება, აი ხა მეგობარი აქტი რომ მიიღეს, ეს ძალიან ისეთია, ხო, ძალიან ცხადი გზავნილი არის მთელი მსოფლიოსადმი, ესე იგი რას როგორ უყურებს ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია მსოფლიოს განსაკუთრებით ჩვენ მხარეს, ხო? მაგ რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ხელისუფლების ჩინეთთან შეკვრამაც მოახდინა თავისი გავლენა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხო, რა თქმა უნდა, ესე იგი და ძირითადად ეს ორპარტიული მხარდაჭერა რაც ორი დღის წინათ იყო, ხო? რაც ამ მეგობარმა აქტმა გამოიწვია, ზუსტად ეს არის, რომ არანაირად არ აწყობს, აი სწორედ იმის გამო, რომ Make America Great Again-ის მიზანი სწორედ ეგ არის რა, ესე იგი ამერიკული პროდუქცია ყველგან შეფასების გარეშე უნდა იყიდებოდა მთელ მსოფლიოში, ეს აქცევს ამერიკას კვლავ დიდებულად და ეს აქცევს მთელ მსოფლიოს დაცულად. არანაირად არავის არ აწყობს, ესე იგი ჩინეთის საზღვარში. და მით უმეტეს ტრამპს და მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხო, და ეს ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან ისეთია, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ ის არის, ანუ ეს მოხდებოდა ადრე თუ გვიან, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა ხელისუფლება იყოს ესე იგი შეკრული რუსეთთან და ჩინეთთან და ირანთან და ეს მას დაუშვათ ეს არ გამოირკვეს, ან არ გამოაშკარავდეს, ან არ იმუშაოს უარყოფითად, ხო? ნუ აქ ლაპარაკი იყო როდის მოხდებოდა ესა და ნუ ამ შემთხვევაში ჩვენი ესე იგი ჩვენ და ბედათ ეს დაემთხვა ტრამპის ადმინისტრაციაში მოსვლას და ეს დაემთხვა აი ამ ვითარებას, რაც დღეს არის მსოფლიოში. ასე რომ ჯერჯერობით ჩვენ ვითარება აი ამ თავისუფლების მოპოვების მხრივ იმედიანია, უფრო იმედიანი, ვიდრე თუნდაც იყო 2 თვის წინათ. ალბათ არ იქნება რაღაცა ისე არალოგიკური, რომ ბავშვებს ვეუბნები ბავშვებს თან და ჩვენ ხო ვიბრძვით აი ამ თავისუფლების დასაბრუნებლად. ხო, თავისუფლება სულ საბრძოლია, იმიტომ რომ არ არსებობს ეს. აი ხა, როცა დაუშვათ შეიცვალა ხელისუფლება, ხო, და ნუ ახლა მე ბევრი იმედია მაქვს, მაგრამ მოვიდა კოალიციური მთავრობა, ხო? კოალიციური მთავრობასთან ჩვენ საბრძოლი გვექნება, რომ დავიბრუნოთ თვითმმართველობა, რომელიც 1801 წელს რუსებმა დაგვიკარგეს. ხო, რომ ესე იგი იმას რეგიონებს ჰქონდეთ მაღალი ავტონომია. ეს უნდა იმას ხოთ, ეს უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ფედერალიზმის წინააღმდეგ და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ არ შემოგვაპარონ ფედერალიზმი და ესე იგი ვიმუშაოთ იმაზე, რომ მაღალი დონის თვითმმართველობა იყოს უნიტარულ სახელმწიფოში. ძალიან ბევრია საბრძოლო თავისუფლებისათვის სინამდვილეში რა. ანუ ისიც ესე იგი შეცვლა რამის არ ნიშნავს გამარჯვებას, ეს ნიშნავს ბრძოლის დასაწყისს. თავისთავად ვინც თავისუფლების ბრძოლას წყვეტს, ის რა თქმა უნდა აღარ აგრძელებს სახელმწიფოებრიობას და ეს ჩვენ მომხმარებელმა ძალიან კარგი იცია. ძალიან საინტერესო საუბარი, მაგრამ არ მინდა რომ ნინას წავართვა ეხლა სიტყვა მომზადებული აქვს კითხვები თქვენ. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, რომ ჩვენი საზოგადო მოღვაწეების მსნული გამონათქვამები ლიბერალიზმზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე მსოფლიო მიცოდეს და გავაკონოთ. იცით როგორ არის? კარგია რომ ეს იცოდე, მაგრამ მე უფრო მგონია რომ უფრო მნიშვნელოვანია, ესე იგი ეს გამონათქვამები იყოს არა ლიბერალიზმზე, არამედ ეს გამონათქვამები იყოს საქართველოზე. ამიტომ ილია ჭავჭავაძე რაც წერდა საქართველოზე, ერთ-ერთი ეს არის სუის როცა თვითმმართველობაზე რაღაც დისკუსიებია, სულ ის მახსენდება ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ სტატიაში უწერია, რომ ბევრი რაღაცა უწერია და ძალიან საინტერესოა. აი ერთ-ერთ სტატიაში უწერია, რომ ქართული გლეხების გაუცება რამაც გამოიწვია ქართული გლეხების გაუცება, ესე იგი ოკუპაციის შემდეგ მე-19 საუკუნეში იყო ის, რომ სოფლებს აღარ ჰქონდათ საკუთრება. ხო, ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ იყო ესა. ნუ ის აქ ნათქვამი აქვს იმაზე იარაღზე, რომ თავისუფლება და იარაღის ფლობა ეს არის განუყოფელი ერთმანეთისაგან და თუ თავის დაცვა არ შეგიძლიათ თავისუფლება. ბევრი რაღაც. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ანუ როგორ უყურებდნენ ისინი საქართველოს. ანუ საქართველოს აღწერა უფრო მნიშვნელოვანი სოფლიოსათვის, ვიდრე ხო, ვიდრე კი ბატონო, ხო, ესე იგი თუ ვიღაცა მე-19 საუკუნეში და მე-20 წელს თავისუფლ ბაზარზე ლაპარაკობდა, კი ეს კარგია, მაგრამ ბევრი ლაპარაკობდა რა. აქ მნიშვნელოვანია ამ კუთხით ისინი როგორ აღწერდნენ საქართველოს. ანუ რა წაგვართვა რუსეთმა და რისი დაბრუნება გვინდა. ეს უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოს განვითარებას სად ხედავთ? ხსნარში ხედავდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლით.
ჩვენ გზა თვითშემოქმედებასა და თვითმოქმედებაშია. ხო. ამას ამოწმენია ხშირად და ძალიან აი ერთ ფერმაში რაც არის იგივეზე ლაპარაკობდა ხო ყველა ეგენი ილე ჭავჭავად ნიკო ნიკოლას ყველა გაჯაფშაველა რაც ყველა ეს ვინც რაღაცა წერდა და რაღაცა უნდა ყველაფერი იყო თავისუფლების შესახებ და არა სიტყვაზე რაღაცა ესე იგი სახელმწიფოს უფლებების შესახებ და ყველა ისინი მათ იცოდნენ რომ სახელმწიფო რაც უფრო პატარაა მით უფრო უნებელია და ძალიან საინტერესოა ვაჟებშაველა როგორ აყალიბებს კოსმოპოლიტიზმს და პატრიოტიზმს საერთოდ და ამბობს რომ ახლა ყველას გონია რომ პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ერთმანეთს გამორიცხავს ინგლისში ეს ასე ხო რა თქმა უნდა ხო და ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს ჩვენი პროექტის არსით სწორედ ეს არის რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ უფრო კარგად გაისიბრძეგანოს ისწავლოს აღმოაჩინოს საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები რომლებიც დღეს ისე როგორც არასდროს გჭირდება კი და აი ამ გზაზე გავიყვანოთ და რაც თავარია ესე იგი ვიცოდეთ როგორი იყო საქართველო იმიტომ რასაც სკოლაში ასწავლიან საქართველოს ეს არ უსაყოფილა რა ეს არის სტალინური ისტორია როგორც უნდა სტალინს დაეწერა დაიბარა ისტორიკოსები შეუყვეთა ისტორიკოსებს ესე დაწერთო და ესე დაწერეს ხო მაგიტოა რომ ესე იგი ცენტრალიზებულობა და რაც არის ტყუილი იმიტომ რომ ხო მართლაც ხა ყველაფერს ხო არ მოიტყუებიან ისტორიკოსები რო წერენ და მთელი საქართველოს ისტორია არის ესე იგი ფეოდალებსა და მეფეს შორის ურთიერთობა და არა ბრძოლა ურთიერთაღიარება ესე იგი ცნობა ერთმანეთის, რატო ცნობა ერთმანეთის, იმიტომ რომ ეს ის არის საოჭრო გზა არის, რატო არის, მაგრამ სტალინის ისტორიაში წერია, რომ საქართველოს მხოლოდ მაშინ არის ესე იგი კარგი და გამარჯვებული, როდესაც ფაქტიურად ერთმართველობაა და ესეთი არასდროს არ იყო საქართველოს. და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მარტო უცხოელებს უნდა ვუთხრათ საქართველოს როგორი იყო, ჩვენც უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი აქვს შექმნილი. წაღან საუბრობთ, რომ ისტორია მეორდება და ესეთი გამონათქვამია, რომ ისტორიისგან იმისწავლო შეიძლება, რომ რეალურად ადამიანები ისტორიისგან არაფერს არ სწავლობენ და იგივე შეცდომებს უშვებენ და ანუ რამდენად ვისწავლეთ ჩვენ ქართველებმა ჩვენივე ისტორიაზე და ჩვენივე აი ახლა ნახავთ რა, ჩვენ მაინც დიდი დრო არ ქონდა იმისთვის, რომ ჩვენი შეცდომები გამოგვესწორებინა, მაგრამ აი ახლა ნახავთ რა, ესე იგი რა იქნება, წელს რა მოხდება, გაიცად რა მოხდება და ასე იგი შევხედავთ, ესე იგი საითკენ წახვალ თქვენ ახალგაზრდები, იმიტომ რომ ჩვენი შეცდომები დაუშვით და რაღაცნაირად ვისკენთ. კი, შევეცდებით თუ დაგეხმაროთ, მაგრამ აი თქვენი გამოსასწორებელია ყველაფერი. დახმარება იქნება ზუსტად ის, რომ აი ერთ-ერთი ცნობილი ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე ყოველთვის აღადებდა იმას, რომ ჯობია ვასწავლოთ ჩვენ მომავალთაობას რეალური ისტორია, არა გაზვიათებული, მითებით გაჯერებული და ისტორიკოსებისთვის გიორგი პირველი ცოტა სხვანაირად სუსტი მეფე იყო, რომელმაც ძალიან დიდი შეცდომები დაუწყდა, როცა მეფეა, ეხლა შეცდომა უკვე ღალატის პოლიტიკასია, ხო, ეხლა ლიდერებისთვისაც იგივე ფორმულა არსებობს, მე შეიძლება დაუშვა შეცდომა რიგითმა ადამიანმა, მაგრამ შეცდომა არ უნდა დაუშვა როგორც პედაგოგმა, ხო, იმიტომ რომ ეს უკვე აისახება მომავალი თაობის ქცევაზე, აზროვნებაზე და ასე შემდეგ. და მოკლედ ნინი, შენ თუ გაქვს კიდე რამე დიდი დრო არ გვეძა რომ წავართვათ. ბოლოს რო დავსრულოთ ასე თქვენი თქვათ საყვარელი გამონათქვამი ან რამე ციტატა რომ მოიყვანოთ თავისუფლებაზე ან თუნდაც საქართველოს ბრძოლაზე. კიდევობის გზაზე. არა მაქვს ეგეთი მართალი გითხრათ რა. არ ვიცი, ახლა არ მაგონდება. არაფერი მსგავსი რა. არაფერი მსგავსი. ვერაფერს ვერ გეტყვით ამის შესახებ. არ გიფიქრია? არ ვიფიქრე ამაზე, რომ ჩემი საყვარელი გამონათქვამი თავისუფლებაზე. არ ვიფიქრე. მაინც თავისუფლებისთვის მებრძოლ რომელიდეს და ასახელებთ აი თქვენთვის მაგალითად სამაგალითო როგორია საქართველოს ისტორიისგან გამომდინარე არა ზოგადად სოფლიოში ჩერჩილი უინსტონ ჩერჩილი რომელმაც შეცვალა სამყარო ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ძალიან კარგი პოდკასტი გამოგვივიდა მედია და გავაგრძელებთ თქვენ რაღაც ისტორიის საკითხებთან დაკავშირებით მაგრამ არ გვინდა დიდი დრო წაგასვათ უღმესი მადლობა მადლობა თქვენ ძალიან კარგი იყო